მივესალმებით თქვენ სტუმრებს, ტელემაყურებლებს, ოპონენტებს. 1% არის პირობითი ერთეული, რომელიც გამომდინარეობს მთელი სასოფლო სამეურნეო მიწებიდან. ამას შედის სახნავი, სათიბი და ასე შემდეგ. ანუ საერთო ჯამში ათვისებადი მიწის დაახლოებით 5%-ზეა საუბარი, რომელიც უკვე არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში. ამიტომ ეს დამაბნეველია, მე გეთანხმები სტატისტიკაში ზოგადად პრობლემაა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო სჭირდება ზოგადად სტატისტიკურ გამართულობას, მით უმეტეს სოფლის მეურნეობაში. ანუ არა 1%, არამედ 5%. დაახლოებით 5%-მდე იმ სავარგულებისა, რასაც ჩვენ სახნავს ათეს ვეძახით, ვინაიდან დანარჩენი ეს არის სათიბი, ეს არის ესე ვთქვათ მაღალმთიანი რეგიონები, რომელიც სოფლის მეურნეობაში როგორც ყოველწლიური ნიადაგი ათვისებადი არ არის, მას აქვს სხვა დატვირთვები, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაში არა სახნავს სავარგულებს. კი ბატონო, აი საფრთხეები, რომელზეც მუდმივად არის ლაპარაკი, შეიცავს თუ არა საფრთხეს, თუ კი დღეს მოქმედი ტრადიცია გაგრძელდება? ზოგადად, როდესაც ჩვენ რაიმე თემას განვიხილავთ, ყოველთვის უნდა გამოვიდეთ არსებული მდგომარეობიდან, ხო? არსებული მდგომარეობა ცხადყოფს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ თავისუფალი იყო პოლიტიკა, საკმაოდ ესე ვთქვათ, მიშობულიც კი იყო, თამამად შეიძლება ასე ითქვას, ამას არ მოუტანია ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. უფრო მეტიც, სოფლის მეურნეობა არის ძალიან გრძნობიარე დარგი და მათ შორის მიწის ფასი აუცილებლად რეაგირებს სახელმწიფოს მიდგომებიდან გამომდინარე და არა სპეკულაციებიდან გამომდინარე. ანუ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მაშინ, როდესაც თავისუფალ გაყიდვაში იყო, როდესაც ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე შეეძლო ეყიდა და ეს დღევანდელ დღემდეც ასე იყო პრაქტიკულად, შეიძლება ასე ითქვას, არსებითი ინვესტიციები არ განხორციელებულა. ამიტომ პირველი პრობლემა გახლავთ ეს, რომ ამ პოლიტიკამ არ მოიტანა შედეგი. ამ პოლიტიკამ არ მოიტანა ინექცია და ადგილობრივი კაპიტალ დაბანდებები გაცილებით მეტია, ბევრჯერ აღემატება პირდაპირ. მაშინ რაში მდგომარეობს საფრთხე, შეგიძლიათ გითხრათ? რატომ უნდა ეწევოს კონსტიტუცია? პირველ რიგში ჩვენ მქონდა უკვე რამოდენიმე დებატი ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს არის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არა მხოლოდ სენტიმენტის საკითხია. ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული მდგომარეობა გეოპოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება რეგიონებში. ხშირად მოყავთ ხოლმე ოპონენტებს ილია ჭავჭავაძის დაუშვათ არგუმენტები და ჩვენ რა თქმა უნდა, მიუხედავად ჩვენი დიდი პატივისცემისა, ვფიქრობთ, რომ ის გეოპოლიტიკა, ის მოცემულობები, რაც მაშინ იყო პირობით და დღეს აბსოლუტურად განსხვავდება, ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, მიწა რა არის? მიწა არის მამული. მამული რა არის? მე მგონი ყველასთვის ცხადია და გასაგებია. ჩვენ რას ვამბობთ? ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ტოტალურად ვგრძალავთ ხელმისაწვდომობას. ანუ ეს რას ნიშნავს? თუ არის სერიოზული განზრახვების მქონე ინვესტორი, მას შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში, აიღოს იჯარით მიწა, გააკეთოს რაც უნდა. თუ უფრო სერიოზული დამოკიდებულებები აქვს, აი ენერგეტას წარმომადგენელს ხედავ მათ შორის, მას ხავს პარტნიორი, მათ ექნებათ საშუალება დააფუძნონ ერთობლივი კომპანია, მინორიტარული წილით შევიდნენ და ჩვეულებრივად აწარმოონ ბიზნეს საქმიანობა. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ჩვენ ვიძლევით ყველა საშუალებას, მით უმეტეს საქართველოს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყანა. ამას ხატყობს რეიტინგები, ამას ხატყობს ძალიან ბევრი სხვა ციფრები, რომელიც ჩვენ წლების მანძილზე ვაგროვეთ, ხო? ამიტომ ჩვენ არ ზღუდავთ ინვესტიციებს, ჩვენ არ ვზღუდავთ უცხო ქვეყნების საქართველოში პარტნიორობას, ჩვენ ვაწესებთ პირობებს. დიდი მადლობა. კი ბატონო, ბრძანეთ. მოგესალმებით ყველას. მიკროფონი თუ შეიძლება ახლოს. პირველ რიგში 2003 წლამდე გერმანელი და იტალიელი კი რა თბილისელი არ ჩადებდა ზუგდიდში ფულს. 2003-ის მერე 2008-ში ომი იყო.